საყვარელო ხალხო, ჩვენ ერთ-ერთი დიდი ცოდვა არის მოწყენილობა. აი რომ დააკვირდე, დაფიქრდე, განსაჯო. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ცოდვა. და რატო? ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ადამიანები ვართ, არ ვართ ნიანგები, ან ბეჰემოტები, ან გველები, ისე გველებიც კი ვართ თანდახან. ხატები და მსგავსები ვართ, დედამიწის გვირგვინები ვართ. და ამიტომ არანაირი უფლება არ აქვს მოდდა დავკარგოთ ხასიათი. თუ რამე განსაცდელი შეხვდება, ავადმყოფობა იქნება ჩვენი თუ ჩვენი ახლობლისა, ომი თუ შემოსევა მიგრანტებისა, ესე უნდა თქვა გულში და არა ხალხში. მე დიდი ცოდვილი ვარ. ჩემი ცოდვების გამო შემოვიდა ეს ამდენი 100,000-ობით არაბი. ასევე უმრავლესი ჩინელებისა, ინდუელებისა, პაკისტანელებისა, თურქებისა. მე არავის არ ვაბრალე. მე ვერ ვილოცე ისე, რომ ესენი არ შემოსულიყო. თვით 60-იან წლებში, როცა მე პილჯილისწერა თუ მასალა ბაბუ მარტო და ქრისტიანს გალობას მასალა სხვადასხვა ბაბუ მორწმუნე იყო. რას ვილოცებდი? მაშინ არ შემოსულან ეს უბედური ხალხი, ეს სხვა ტომის ხალხი. ვის დავაბრალდა? დიდი მლოცველი ვარ მე? ან ვინ არის დიდი მლოცველი? რატო ლოცვა არ დააკავა? ეს ამდენი შემოსული სხვა ტომის ხალხი. დღეს როგორც იცით, პირველი წიგნი როგორც მოგეხსენებათ არის სახარება. სახარებამ როგორც ხშირად გვიტყვია 2000 წელი კრიტიკის ქართლში გაიარა და რამდენი გააკრიტიკეს, იმდენი უფრო ჭეშმარიტება დაამოწმა. რამოთუ ქრისტე ჭეშმარიტება არის თითო. და იქ წერია, დღევანდელი იგავი, ალბათ ყველა ყურადღებით მოისმინეთ, ორი კაცი შევიდა ტაძარში. ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერეო. ფარისეველები იყვნენ ესეთი ხალხი, რომელიც საეკლესიო წესების შესრულებელი ერქვა. ფორმალურად, როგორც აქაც არის ბევრი ასეთი. დადის, ლოცულობს, მარხულობს და რელიგიურ წესებს ასრულებს, მაგრამ გული შორს აქვს უფლისაგან, შორთან უფალთან არ არის. და ის როგორ ლოცულობდა, წარმოიდგინეთ, რომ მადლობა ღმერთო, რომ მე ვარ ასეთი კარგი, რომ მე ვლოცულობ, ნახე როგორ ლოცულობდა ეს პარაზიტი. მარხულობ და მოწყალებას გავსებ და არა ვარ პარავი, მემრუშე და არ გავარ ამასა და მიაშვირა ხელი მეზვერე ესაკე. მეზვერეები ვინ იყვნენ? ხარკის ამკრეფი. ვისგან ტრიფავდნენ ხალხს? ებრაელი ერიდან, ისრაელიდან. ებრაელი ერი მაშინ იყო ისრაელი, ისრაელის არის ჩვეული. და წარმოვიდგინოთ, რომ აღა დაპყრობილი კი ვართ, როცა არაბები დაადგენენ ხარკის გადაგვახტევიო და იქნება ქართველი, რა თქმა ვინმე. და რაფერი შეხედავ იმას? ვერ შეხედავ კაი თვალით. რომ ესე იგი მე უნდა წამართვას ქართველმა ლუკმაპური ჩემი ცოლიშვილისა, შვილიშვილების სულიშვილის შესარახათა არაბს, ან ინდუელს, ან პაკისტანელს, ან თურქს მიუტანოს. და თან იმას აკეთებდნენ ეს მეზვერეები. თქვათ რომ იყო ასაღები 100 ლარი, იღებდნენ 120-130. ესე თავისათვის ეზიზღებოდათ ებრაელებს, ისრაელ ხალხს ეზიზღებოდათ და უდიდეთ ცოდვილად, უპატიებელ ცოდვილად თვლიდნენ. მაგრამ რა მოხდა? ტაძარში ისიც შევიდა, როგორც გითხარით, ფარისეველი წინ დადგა, ხელი მიაშვირა, ამას კი არ გავარ, ამას კი არ გავარ. ხოლო ის უკან დადგა. ეს დიდი ცოდვილი და ასე ეთყადა ღმერთო, მილხინებე ცოდვილს ამას შემეცვა. ნახე, არაფერ თავსაც ვერ წევდა. ღვთისაკენ თავსაც ვერ წევდა. ამიტომ იცოდეთ, როცა თქვენი თავი კარგი გეგონება, თქვენ მაშინ სწორგზას ხართ ამსტარი. როცა თქვენი თავი მართალი გეგონებათ, ყველაზე დიდი დამნაშავე მაშინ ხართ თქვენ. რატომ ვარ მე თავიდან მითო დავიწყე, არ ვიცი ხარ ადამიანებია, მაგრამ ასე გამოვიდა. რატო წუწუნო? იმიტომ რომ დაიჩაგრე. ვისგან დაიჩაგრე? მთავრობისაგან, მეზობლისაგან, ოჯახის წევრისაგან. რატო დაიჩაგრე რა? მე ზეძინა? ვერ იხედებოდა შენ გაჭირვება თუ არ უყარხარ? აი, ამიტომ ერთ-ერთი უდიდესი ცოდვა არის, როგორც გითხარით თავში, და ვამთავრებ ამით,
უხასიათობა სულ შენი ბრალია ოღონ ეს უნდა თქვა მარტო რომ დიდი ცოდვილი ვარ მერტო შენი იმედი მაქვს ხატებთან და მერე მოძღვართან არ შეიძლება ეს თქვა ხალხში ზოგი ესეთი საშინელი აპარტავარი იცით მე რა ცოდვილი ვარ ნახე რაფერა იცით მე რა ცოდვილი ვარ დავით 5 წუთს არ გავატა გადიკითხავს ყველა ჩუმად იყავი გაჩერდი თუ რამე სიკეთე გაგიკეთებია ტაძარში ამოხვედი მეურვე ვერ ამოდიან რატო ვერ ამოდიან იმიტომ ღირსი არ არია კაცო ასე რომ თუ რამე გაგიკეთებია სიკეთე ტაძარში მოსულ ხარ მოწყალება გაგიცია სანთლისფული ქონია და ვიღაცას ნუგეში მიეცი კაი ვერ მიეცი ფინანსურად ვერ მიეცი ვაშლით ვერ მიეცი ტყემლით სიტყვით მაინც მიეცი ვიცი რა სამი მდგომარეობა და ამასაც ვიტყვი ახლა ცოტა არ მინდა გამიგზელოთ მე სახში მინდა ავიდე მაგ საქმე და თქვენს არის ღიმილი არის სიცილი და არის ხარხარი აი კარგად მომისმინეთ როცა სიკეთეს გაკეთებიოს მერტი და შეკი არ აკეთე რა თქვა რამე კაი გააკეთე ილოცე იბარხულე მოწყალება გაეცი ლარი ან 2 ლარი შენ უკვე ღვთაებრივი სიხარული მოგენიჭა ნახე ღვთაებრივი სიხარული მოგენიჭა და შენ კი არ ხარხარებ არამედ იღიმები და იმას ვერავის ვერ უხსენ რა არის ეს მეორე სიცილი დაგეხმარე კარგია მაგრამ იმას ვერ შეედრება შენ რო სხვას დაეხმარე კი რა თქმა უნდა მადური კი არა ვარ კაცო ლარიც რომ მომაწოდოთ ვაშლის ხელზე ვაკოცებ მაგრამ იქ არის უკვე კაცური სიხარული ადამიანური სიხარულია რა ხე პირველი ღვთაებრივი ეს უკვე კაცური სიხარული ასე რომ იმას კი არ უნდა ვცდილოთ რომ აი იქნება მომცეთ იქნება მე მივიცე რომ ღმერთმა მე გამომიყენოს სხვას დავეხმარო ჩვენი ვალდებულება დახმარება და მესამე არის ხარხარი არის სატანური აი ვინმე ჩააბოროტეს სახლი მოუჯადოეს ავითვალით შეხედეს არის ერთი პიროვნება რომელიც ნამდვილად ვიყავი წესზე და ეს ბოროტი ადამიანი არ იყო ესე გაბოროტებული სხვა ჯადოებს სწავლობენ ღმერთმა მიცხონა ჩემი მაკურთხეველი მეუფე კონსტანტინე ის იყო ილია მეორეზე 8 წლით უფროსი და ყველაზე მეტი გარკვეული იყო ჯადოებში და წყევლებში ავთვალში და მიყვარდა ემასაჟდობა და რაღაცებს მასწავლდა ნეტა კიდო დიდხან ყოფილიყავი აი ახლა რა მითხრეთ ერთი ქალი არის საკმაოდ დიდი კაი ესეთი კაი შეხედული კუტარი რო დასვენდება კუბოში ვესიზმა იტყვის ვესიზმა შეკრულია ხელები რო შეკრული ვარ გადაეშალოს არიხა ჩქარა გახსნათ გახსნის ეს პატრონო გაიგე ამ ნაჭერს თურმე თუ გაახსნებია თუ ვერ გაიგეს ამ ნაჭერს ტუჩზე მოუსვავს კუტარს და ჩაიდებს ჯიბეში გაასუფთავო ვითო მერე ვიც ყავს გეგმაში მოაჯადოს ვის ეზობაკეში და მის სახში აღჭოლებს დედაბუდიანად დაავადებს დედაბუდიანად გაწყვიტავს ჩვენზე არ მოქმედებს რატო იცი ჩვენ ხშირად ვიღებთ ქრისტესისა და ხორცს მაგრამ აი თხილად უნდა ვიყვეთ აი ეს ამას რო გააკეთებს ასე მარტო ერთი მაგალითი მოყვიდა მასე ბევრია ის ხარხარებს სიხარულით რა უხარია იცი კაცო გაუბედურება ქართველი ერისა ახლა ეს ყველაფერი ჩვენთან ჯადოები იყო სუსტი ჯადოები მაგრამ დიდი ჯადოქრები არიან არაბები დიდი ჯადოქრები არიან ინდუელები რა მე ვიცი ეს თურქები და ყველაზე მეტი ჯადოქრები არიან ებრაელები რატო ამდენი დაბრეული ქართველი ადამიანი რატო ასე დაჩლუგებული გონებითა როცა ქართველი გამორჩეული იყო შეხედულებითაც აზროვნებითაც და ყველა მონაცემებით ფიზიკური მოშენება მომრავლების უნარიანობითა და ამაზე მე ბევრჯერ ვისაუბრე მაგრამ ყურისიკით გაუშვა ხალხმა ხანაკიდან აქ ხანიკიდან აქ ვინ აკეთებდა მე ამაზე ვისაუბრე ლობი აკეთებდა მოსკოვიდან ლობი აკეთებდა ევროპიდან ლობი აკეთებდა ამერიკიდან
და მითხრა ყველაზე ერთ-ერთმა ჩემ ახლობელ დადევს გაჩედი ახლა ხალხს მოვაწყინე თავი კი მოვაწყარე მოვაწყინე ხო აი ნაყოფი რა დღეშიდაც დღეს არის ტუალეტში არა გვაქვს იმნაირი სუნი ხალხო რაც ახლა თბილისში არ არის ფიზიკური გაგებით გეუბნებით მე სადაც გაივლია პაკისტანელები ინდუელები სულ ყარას ყველაფერი შამპონში იბარო თუ უნდა ამას დაემატა კაზინოები ამას დაემატა საროსკიპეები კაცო ხალხთა და კაცთაში ურთიერთობა სულ იყო კომუნისტების დროსაც იყო მაგრამ იყო ცოტა დაფარული დამალული რა სამასაჟო სახლი კი არ იყო სექსუალური სახლი კი არ იყო ამიტომ აყროლდა თბილისი აყროლდა ხალხო და ჩვენთან ჯერ კიდევ არ ვიცი ახლა ვისი ლოთაჭრის ამ ეპარქიაში მაგრამ ფაქტია ჯერ ჩვენთან არ შემოვიდა და რატო არ შემოვიუშვეს ვეგეც ვიცი ასე რომ შემოსაყვანელო ხალხო ჩვენ სატირალი არაფერი არ გვაქვს ცოდების გარდა ჩვენ სატირალი არაფერი არ გვაქვს ამპარტავნობის გარდა რასაბოს უფალი 7 ვარ და დაბალ გულითაო კაცო იესო ამბობს 7 ვარ და დაბალი ვარ გულითო და ჩვენ ასე დავდივართ ამან ასე მითხრა იმან ისე შემომხედა შემიწადა ნაცარო ქრისტეს სახეში შეაფურთხეს ხალხში თუ გინდათ ვარტო შენ კიდევ არაფერი რა შეგიძლია თუ შეგაფურთხებენ კიდეც გაგლახავენ და რას დაგმართებენ ქრისტეს უყოლეს დაწვა შეეძლო და მოგწვა მაგალითი მოთმინებისა და როცა შენ ითმენ მაშინ მოქმედებს ღვთიური ძალა კარგი გამიგზელდა მაინც მიყვარხარ ძალიან გენაცვალე ჩემი თავი